მარიამ ინგოროყვას კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად უკვე დასრულებული არის. 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა ჩვენი ჟურნალისტი ის კარლო კაცისაძის უწყების გამომძიებლებს აძლევდა კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს, აწვდიდა იმ დეტალურ ინფორმაციას თუ როგორ განვითარდა მასზე თავდასხმა. ახლა სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვას ელოდება გამომძიებელი და ის სულ ცოტა ხანში დატოვებს ინგოროყვას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიას და ჩვენს გვექნება შესაძლებლობა რომ ეს კითხვები დავუსვათ. პირველები უკვე ვესაუბრეთ მარიამ მაკასარაშვილის ადვოკატს, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელი იყო, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო მარიამ მაკასარაშვილს მისი მონაწილეობით, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინი ადვოკატს, რომ კარლო კაცისაძის უწყება გამოიძიებს ამ საქმეს, რადგან ძალიან კარგად აქვს ინფორმაცია, რომ არც ერთ საქმესთან დაკავშირებით შედეგი ამ უწყებას არ დაუდია. თუმცა როგორც უფლებადამცველი აცხადებს, აუცილებელია, როდესაც ოლიგარქის რეჟიმი შეიცვლება, ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. შესაბამისად, მიაჩნია ადვოკატს, რომ მნიშვნელოვანი არის ეს საგამოძიებო მოქმედება დღეს სწორედ განხორციელებულიყო კლინიკაში, სადაც მარიამ მაკასარაშვილია მოთავსებული. მარიამმა დეტალურად გაიხსენა ყველა ის მომენტი, რა მომენტიც განხორციელდა გუშინ რა ფაქტიც მოხდა. ასევე მიყენებულ ზიანზე ისაუბრა, რასაც ასევე ადასტურებს სამედიცინო დოკუმენტაციათა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღო ეს დოკუმენტაცია და მასზე დაინიშნება ექსპერტიზა იმისთვის, რომ დადგინდეს რა სახის დაზიანება აქვს მარიამს მიყენებული. არა მხოლოდ ხელშეშლა, ეს იყო თავდასხმა იმისთვის, რომ მარიამი იმის გამო, რომ მარიამი არის ჟურნალისტი, დევნა პროფესიული ნიშნით. შესაბამისად, სამომავლოდ არა მხოლოდ ერთი მოხდა, არამედ რამდენიმე მოხდა უნდა დაიწყოს და გააგრძელოს გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურმა. ჩვენი მიერ მიცემული გამოკითხვის ოქმის თანახმად მათ აქვთ სრული არეალი იმისთვის, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება დაგეგმონ. თუმცა რამდენად გააკეთებენ ამას და შედეგი რამდენად იქნება ამ საქმეზე, ამას უკვე პროცესის განმავლობაში ვნახავთ, იმიტომ რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შემზარავი ფაქტი მომხდარა, გამოკითხვის ოქმი შემდგარა, ჩვენგან ყველანაირი კომუნიკაცია განხორციელებულა, თუმცა შედეგი წლების შემდგომაც კი არ დამდგარა. თუმცა აუცილებლად ახლა თუ არა მომავალში ამ ფაქტისა და ამ გამოკითხვის ოქმების საფუძველზე პასუხი მოეთხოვა იმ ადამიანს, რომელმაც ჟურნალისტის მიმართ უკანონო მოქმედება ჩაიდინა. პირველების ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საულომე ზურაბიშვილი გმობს ძალადობას და ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებს ფარისევლობა დაფასებს. დროს როცა ღვთისმშობლის წილხვედრობის დღე არის, არაფერი არ აწუხებთ, დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს ქალების წინააღმდეგ, სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ მიდის ასეთი ბარბაროსობა იმ კრიმინალებისგან, თუ მოკრიმინალო ელემენტებისგან, რომელიც პირდაპირ არიან გაშვებული ქუჩებში და კარტებლანში მიცემული მათთვის. რაც არის გამჟღავნება და გამოხატულება იმისი, თუ რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა ეს რეჟიმი. ეს არის მართლა ნიშანი იმისი, რომ ცივილიზებული ფორმები საერთოდ დაკარგული აქვს. მაშასე მარიამ მაკასარაშვილის გამოკითხვა დასრულებულია. დიდი ალბათობით კარლო კაცისაძის უწყების გამომძიებლები მოусმენენ ახლა ოპერატორს. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე მოხდეს ჩვენი ოპერატორის გამოკითხვა. შემდეგ დიდი ალბათობით ამოიღებენ TV პირველის ბალანსზე არსებულ იმ კამერას, რომელიც დააზიანა შინჭიკაშვილის მამამ. ჯერჯერობით გამოიკითხა თუ არა მთავარი ბრალდებული, შეიძლება ასე ითქვას, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ ამბობს, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს გუშინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.